დღეს დიდი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდებისაგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფეო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის უნებების შესახებ სახარება იკითხება. დიდი პარასკევის სერობა შესრულდა დღეს რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარშიც, რომელიც ტრადიციულად შუა დღის 2 საათზე დაიწყო, რადგან იესო ქრისტე ჯვარცმაზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურებისას გარდამოხსნა მღვდელმსახურებმა საკურთხევლიდან გამოაბრძანეს. ტაძარში სამჯერ შემოატარეს და ეკლესიის შუაგულში სპეციალურ სადგამზე დააბრძანეს. პარალელურად შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს უნებასა და ჯვარცმას ასახავდა. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში 3 დღის განმავლობაში დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ 3 დღე იყო საფლავში. დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით მრევლთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი მხოლოდ პურსა და წყალს სჯერდება. ამასთან მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად-ღებავენ და პასკებს აცხობენ. მძიმე დღე არის ყველა მორწმუნესათვის. დღეს სრულდება გარდამოხსნის გამოსვენება, რომელიც აღნიშნავს უფლის გარდამოხსნას ჯვარიდან. მე შევთხოვ უფალს, რომ თვითონ ჩვენთაგანს მოგვანიჭოს განცდა აი ამ მძიმე დღისა. თვითონ ჩვენთაგან მას შევძლოთ, რომ გავითავისოთ ის თუ რა გადაიტანა უფალმა იმისათვის, რომ კაცობრიობის ცოდვები აეღო საკუთარ თავზე. ყველაზე მძიმე დღეებია დღეს და ხვალ და ზეგ უკვე ქრისტეს აღდგომას ვიზეიმებთ. მშვიდობიანი წელიწადი ყოფილიყო საქართველოსთვის და ყველა ჩვენთაგანისთვის, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.